დამხობა რეჟიმის ყველ დამხობა რეჟიმ თავისუფლება თქვენ დამხობა რეჟიმ თავისუფლება თქვენ ყველგან პოლიცია ასად სამართალი ყველგან მილიცია ასად სამართალი არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა ხალხი ითხოვს სამართალს სამართალს ხალხი ითხოვს სამართალს სამართალს უსამართლო სასამართლო უსამართლო სასამართლო ქრიტიკის პატიმრებმა განაცხადეს, რომ მათ ხორბალ ხიურად ეუბნებიან, რომ თავისი ბოდიშ მოიხდიან, გაათავისუფლებენ პატიმრობიდან. როდესაც ხელისუფალი გაუბნება, ბოდიში მოიხადე და გაგიშვება, ესე იგი საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ციხეში ვიხარ მხოლოდ იმიდან, რომ ბოდიშს არ იხდი. ზეა ამაღლებელი ციხეში პოლიციელის განახვისვისად სირის გაწვისთვის კი არ ზის. ან ანდრო ჭიჭინაძე ორგანიზებული ძალადობისთვის. არამედ იმიტომ, რომ ისინი ბოდიშს არ იხდიან და მათ ირსება. პოლიტიკური პატიმრების და სინდისის პატიმრების განმარტება სწორედ ეს არის. თავისუფლება სინდისის პატიმრებს! თავისუფლება თავისუფლება რეჟიმის ყველ! თავისუფლება 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 გიორგი კუჩაშვილს! თავისუფლება თავისუფლება ირაკლი ბაღბინეთუხუცეს! თავისუფლება თავისუფლება უჩა აბაშიძეს! თავისუფლება თავისუფლება მარია მიაშვილს! თავისუფლება თავისუფლება გიორგი ოტმელაშვილს! თავისუფლება თავისუფლება საბა მეფარიშვილს! თავისუფლება თავისუფლება ომარ ოკრიბელაშვილს! თავისუფლება თავისუფლება მათე დევიძეს! თავისუფლება ანატოლი გიგაურს! თავისუფლება ვალერი თაძრაშვილს! თავისუფლება თავისუფლება თემურ დასოხაშვილს! თავისუფლება თავისუფლება არჩილ მუსალიას! თავისუფლება თავისუფლება გიორგი მინდაძეს! თავისუფლება თავისუფლება დავით ლომიძეს! თავისუფლება თავისუფლება დავით ხომერიკს! თავისუფლება თავისუფლება ანტონ ხაჩის! თავისუფლება თავისუფლება დანიელ მუმლაძეს! თავისუფლება თავისუფლება გურამ ხუტაშვილს! თავისუფლება თავისუფლება ბაშილ აზელაშვილს! თავისუფლება თავისუფლება ვეფხია კასრაძეს! თავისუფლება თავისუფლება გიორგი გორგაძეს! თავისუფლება თავისუფლება თორნიკე გოშაძეს! თავისუფლება თავისუფლება ინსაფ ალიევს! თავისუფლება თავისუფლება ირაკლი მიმინოშვილს! თავისუფლება თავისუფლება საბა ჩიქიას! თავისუფლება ზრიად ცეცხლაძეს! თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს! თავისუფლება თავისუფლება გური ვირცხულოვას! თავისუფლება ანრი კვარაცხელიას! თავისუფლება რუსლან სიმაკოვს! თავისუფლება თავისუფლება ონისე ცხადაძეს! თავისუფლება თავისუფლება ნიკოლო შავახიშვილს! თავისუფლება თავისუფლება საბა
თავისუფლება თავისუფლება სერგეი გუხარჩუკს თავისუფლება თავისუფლება ირაკლი გარაშვილს თავისუფლება თავისუფლება რეზო კიკნაძეს თავისუფლება თავისუფლება გია ტერიშვილს თავისუფლება თავისუფლება ლუკა ჯაბულას თავისუფლება თავისუფლება დედო აბრამოვს თავისუფლება თავისუფლება ნიკა კაციას თავისუფლება თავისუფლება გიორგი ახაბაძეს თავისუფლება თავისუფლება ჩანო არჩაიას თავისუფლება თავისუფლება ანრი კაკაბაძეს თავისუფლება თავისუფლება არტემ გრიბლუს თავისუფლება თავისუფლება ანასტასია სინახინას თავისუფლება თავისუფლება მზია ამაღლობელს თავისუფლება თავისუფლება გიორგი ჩიკვაიძეს თავისუფლება თავისუფლება დენის კულონის თავისუფლება თავისუფლება თენგო გვალესიანს თავისუფლება თავისუფლება აჩიკო ჯუმბურიძეს თავისუფლება თავისუფლება გიორგი ნეპარიძეს თავისუფლება თავისუფლება მერაბ სარალიძეს თავისუფლება თავისუფლება ირაკლი პატიაშვილს თავისუფლება თავისუფლება ირაკლი ოქრუაშვილს თავისუფლება თავისუფლება ზურაბ ჯაბარიძეს თავისუფლება თავისუფლება გიორგი ბაჩიაშვილს თავისუფლება თავისუფლება ნიკა მელიას თავისუფლება თავისუფლება ნიკა გვარამიას თავისუფლება თავისუფლება ნინო დათაშვილს თავისუფლება თავისუფლება ზვიად რადიას თავისუფლება თავისუფლება პატრი ჯაფარიძეს თავისუფლება თავისუფლება მამუკა ხაზარაძეს თავისუფლება თავისუფლება გიორგი ვაშაძეს თავისუფლება თავისუფლება გივი ფარგამაძეს თავისუფლება თავისუფლება ლევან ხორავას თავისუფლება სოლიდარობა თემურ გაგამაძეს სოლიდარობა დაბრუნება თემურ გაგამაძეს დაბრუნება დიდება საქართველოს დიდება გმირებს დიდება უკრაინას დიდება გმირებს დიდება თავისუფლებას თავისუფლებას დიდება დიდება თავისუფლებას თავისუფლებას დიდება საკუთარი ერის მტერი არ დარჩება გაუჟელი საკუთარი ხალხის მტერი არ დარჩება გაუჟელი დამხობა რეჟიმს თავისუფლება დღეს დამხობა რეჟიმს თავისუფლება დღეს მოგესალმებით, დიდი მადლობა უწყვეტი პროტესტისთვის. პირველ რიგში ძალიან კარგი ამბავი, რომ სულ ცოტა ხანში შემოგვიერთდება ვახოლეგაშვილი, რომელიც დაკავებული იყო 2 დღის წინ და შეიძლება რამდენიმე საათში მისი ოჯახისგან მოაქვს ინფორმაცია, რომ გამოუშვებენ და იქნება კვლავ ჩვენთან ერთად. ეს პირველი და მნიშვნელოვანი ამბავი. მეორე, როგორც ხედავთ, სასამართლო პროცესები გრძელდება და ეგრეთ წოდებული ჩხუბოწმეები კვლავ ვერ ამბობენ თუ რა შუაში არიან რეჟიმის ტყვეები იმასთან, რასაც ისინი ყვებიან. ამიტომ ეს ბრძოლა გრძელდება და აუცილებლად უნდა დასრულდეს გამარჯვებით. გამარჯვებით, რომ უნდა დასრულდეს ამისთვის დიდი მობილიზება გვჭირდება. იმიტომ რომ ახლოვდება მზია ამაღლობლის დასკვნითი სასამართლო პროცესი 1 აგვისტოს პარასკევს და აქედან ზოგი ხუთშაბათს, მაგრამ დიდი ნაწილი პარასკევს დილით 7 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან ველოსიპედის ქანდაკებიდან, ასე ვთქვათ, გავდივართ ყველანი, ვისაც სურვილი გექნებათ, მობილიზებული გვექნება ტრანსპორტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ადამიანი ჩავიდეთ ზიანს დასკვნის სასამართლო პროცესზე
დავისწროთ, მივიღოთ მონაწილეობა, გამოვხატოთ სოლიდარობა და შემდგომ უკვე პროცესის შემდგომ უკვე მივიღოთ მონაწილეობა დემონსტრაციაში, რომელიც მთელ ქალაქს მოიცავს. ორშიც ასევე არის დაგეგმილი დიდი აქცია, თუმცა პირველი ამ შემთხვევაში უშუალოდ ეძღვნება აი უსამართლობას, რაც რეჟიმმა ზია ამაღლობელს პროტესტის სინჯის, ჟურნალისტიკის სინჯის დაუპირისპირა. ამიტომ რაც მეტი ადამიანი წავალთ, მით უკეთესი. აქვე კიდევ ერთხელ როცა ჟურნალისტიკის სინჯისზე ვსაუბრობთ, ყოველდღე ჩვენთან ერთად არის აფგან სადიგოვი და თუ შეიძლება რომ კიდევ ერთხელ გამორჩეულ მებრძოლს, რომელიც ძიათანაც ყოველთვის არის იმასთან მერჩერ ვიდრე ჩვენ ვახერხებთ ხოლმე, ამიტომ დიდი მადლობა აფგან ბრძოლისთვის და იმ მაგალითისთვის, რასაც შენ გვაჩვენებ. მოკლედ საქმე ძალიან ბევრი არის, ვემზადებით 1 აგვისტოსთვის, შემდეგ უკვე 2-ში ასევე ბათუმში დიდი აქცია არის და ამის პარალელურად როგორც თქვით ვიწყებთ საკმაოდ მასშტაბურ კვირეულს, რომელიც უკავშირდება აგვისტოს ომს და ამით ჩვენ პირიქით დაუპირისპირდებით იმ პროპაგანდას, რასაც წლებია ქართული ოცნება აღვივებს აქ და რეგიონებში. ჩვენ გვექნება დისკუსიები, ფილმის ჩვენებები, თემატური აქციები იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდა მაშინ და რა ხდებოდა იქამდე და რა ხდება იმის შემდეგ ფაქტობრივად ყოველდღიურად თუ ყოველწლიურად რუსეთის მიერ ჩვენ ქვეყანაში. ამიტომ პირიქით რაც მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, ბევრი რაღაც ჩვენ არ ვიცით ნამდვილად, ჩემი ჩათვლით ამას ჩემ თავს ვეუბნები და ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ამ სახალხო დისკუსიებში და სახალხო განხილვებში მივიღოთ მონაწილეობა და კიდევ უფრო მეტი გავიგოთ იმ ბოროტებაზე, რასაც რუსეთის იმპერია ქვია. დიდი მადლობა ყველას და გელოდებით ხვალ სასამართლო პროცესებზე აქ და საზოგადოებრივ აუწყებელთან.